საგალობშიდობის სადღეღანელ კონსილიუმში ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, ძალიან საინტერესო ადამიანებზე, მაგრამ ამავე დროს სამწუხაროდ დაჩაგრულებზე და ხშირ შემთხვევაში ეს გარკვეულად საზოგადოების გულგრილობას არ ვიტყოდი, მაგრამ შეიძლება იყოს ესე ვთქვათ უცოდინრობით, მაგრამ ეს არის ის საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენ ძალიან სწრაფად მთელი საზოგადოება და მოbrundet, უნდა გავითავისოთ, იმიტომ რომ ეს არის მათ ვჭირდებით ჩვენ, მე ვსაუბრობ ინვალიდ ბავშვებზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ სპენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებზე, რომელთაც აქვთ გონებრივი განვითარების შეფერხებაც, ეს ჭირდებათ მათაც და კიდევ უფრო მეტად ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, რათა ჩვენი ადამიანობა და ჩვენი ასე ვთქვათ ადამიანური განვითარება არ შეფერხდეს და კიდევ უფრო ესე ვთქვათ წიწავით და ჩვენი სამყარო და ჩვენი თვალსაჩინო გახდეს უფრო ფართო. ჩვენი სტუმრები არიან დღევანდელ კონსილიუმში ქალბატონი მაია ასაკაშვილის სპენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვთა ასოციაცია, ბავშვთა დახმარების ასოციაციის თავმჯდომარე და ქალბატონი მანანა კაპადაძე სოციალთერაპევტი, მშობელი, ორივე მშობლები არიან და მე უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, რომელთაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეუძლიათ დახმარება თავისი გამოცდილების გამო, რომელიც არ იყო არც ისე იავარდით იყო მოფენილი და ჩვენ დღეს თანდათან ვსაუბრობთ. ხოლო ეს რაც არის წარმოდგენილი, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ეს პალტონიმუშები, ეს არის სწორედ ამ ბავშვების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევარი და ჩვენ ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ დღეს, როგორ უნდა ჩაერთნონ ეს ბავშვები, შემდეგ ეს ბავშვები იზრდებიან და როგორ უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ქალბატონ მაია, პირველ რიგში მე ვიცი, რომ დავიწყოთ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეულად პრობლემა, აი ბოლო დროს შეიქმნა, იმ ზოგად პრობლემაზე მთლიანად გადავიდოდება, ერთი კონკრეტული პრობლემა თქვენ დაკარგეთ შენობა. მოგესალმებით, მოგესალმებით პატივსიმულო ტელემაყურებლებო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და თემით დაინტერესებისთვის. მე გახლავართ აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელი, ჩვენ გქონდა საკვირაო ცენტრი, გქონდა, იმიტომ ვსაუბრობ წარსულში, რომ ამ ეტაპზე ჩვენი შესვლის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ეს საკვირაო ცენტრი გათავსებული იყო ნაძალადების რაიონში, თემქაზე, გია ირემაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა პანსიონის შენობაში, სადაც 18 წელს ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დადიოდნენ ყოველ შაბათ-კვირას და სწავლობდნენ სხვადასხვა ხელსაქმეს, თექაზე მუშაობდნენ, გობელენზე, სხვადასხვა აქსესუარებს ქმნიდნენ. მივიღეთ დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, მივიღეთ ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, უნდა შეძენილია ძვირადღირებული ტექნიკა, მაგრამ ვერ შეგვაქვს იმ მიზეზით, რომ შენობა 26 ოქტომბერს დაიკავეს იცვლებით გადაადგილებულმა პირებმა დაარბიეს შენობა, ინვენტარი. ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები საიდან მოვიდნენ, ამას ალბათ შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა ინვალიდობის მქონე პირთა დისკრიმინაცია, დაირღვა მათი უფლებები და ძალიან აღშფოთებულები ვართ ამ ფაქტით. მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციას და ალბათ ყველა სამთავრობო სტრუქტურაში გვაქვს შეტანილი ოფიციალური წერილები, ღია წერილით მივმართეთ ასევე ბატონ პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევაგროვეთ 2000-მდე ხელმოწერა, მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, მივმართეთ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელიც გამოგვეხმაურა გუშინ, დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და გვითხრეს, რომ მიმართავენ დევნილთა სამინისტროს ოფიციალური წერილით. ქალბატონი ეკა დაუკავშირდება დევნილთა სამინისტროს და მოხდება აღნიშნული ამ ხარვესის გამოსწორება და იმ ადამიანებს თუ ვინმეს რაიმე ალტერნატიული პარტია ეკუთვნის, მათ გაიყვანენ აღნიშნული ტერიტორიიდან და მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეკას ასეთი გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ ფაქტს ასე ყურადღების მიღმა არ დატოვებს ჩვენი მთავრობა და ამ ადამიანებს ჭირდებათ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა დასაქმების და განათლების სფეროში და მთელი საზოგადოება ჩაერთვება სახელმწიფო სტრუქტურები ამ საქმეში და ამ ადამიანებს მივცემთ შანსს თავიანთი ადგილი იპოვონ საზოგადოებაში. ეს არის ის მაყურებელს
შეგვიძლია უთხრათ, რომ ეს არის ის დალუქული, როცა შევიდნენ და დაიკავეს ფართობები, დაალუქეს. ფაქტურად 3-4 ადამიანი მორიგეობს მხოლოდ და როდესაც შემოიჭრნენ შენობაში და ჩვენ ვუთხარით, ვკითხეთ, რატომ შემოვიდნენ აქ, მათ განგვიმარტეს, რომ ყველგან შედიოდა და ჩვენ შემოვედით, ჩვენ გავმრავლდით, ბევრნი ვართ, ვერ ვეტევით, ღმერთმა ამრავლოთ, მაგრამ რა დააშავეს ბავშვებმა შეზღუდული შესაძლებლობით, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში დადიოდნენ ამ დაწესებულებაში, ისინი სტრესულ მდგომარეობაში არიან და ეს არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, რომ ვინმე არ ღვევდეს ინვალიდობის მქონე პირთა უფლებას და თუ ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში ინვალიდობის მქონე პირთა უფლება უნდა იყოს დაცული. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიცაც უსწრაფესად უნდა, ესე ვთქვათ, მოუაროს შესაბამისმა ორგანოებმა და ცხადია, რომ დევნილებს ესე იგი თავისი მძიმე გაჭირება აქვთ, ეს ყველა ვიცით, ყველა ვიზიარებთ ამ გაჭირებას, მაგრამ მათი უფლებებიც უნდა იქნას დაცული, ცხადია, მათ საყოფაცხოვო პირობებიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ არა ვთქვათ, ამ სპეციფიური კონტინგენტის ხარჯზე და ამ სპეციფიური ადამიანების ხარჯზე, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე ვთქვათ, არ იქნება ხმამღადავაღებელი ჩვენც მივადევნებთ თვალს და ეს უახლოეს ხანებში ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, მაგრამ ეხლა მე მინდა რომ გარკვეულწილად ჩვენ უკვე ვისაუბროთ უშუალოდ ამ უკვე ზოგადი ვთქვათ პრობლემის შესახებ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და ეს არ არის მხოლოდ ერთი ვთქვათ შენობის ვთქვათ, იმიტომ რომ შენობაც გარემონტდება და ესე პირველი მინდა თქვა რომ რა ტიპის ბავშვებთან, რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, რა პრობლემები აქვთ თქვათ? ზოგი არის ძალიან მსუბუქი ფორმით შეფერხებით, რომლებსაც მსუბუქი შეფერხება აქვთ, მაგრამ ამ დროს არ შეუძლიათ ისეთი სამუშაო შეასრულოს, რაც მაგალითად აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმა. ამიტომ ვცდილობთ მივცეთ ისეთი რაღაცა სამუშაო საშუალება, რასაც თვითონ შეიძლება ის დაგვარად. გააჩნია და თუ რთული ფორმის ჩამორჩენა არის იქ, იმათ უკვე მოუძებნით რაღაცა კუთხით მათ შეიძლება ის დაგვარად, ვცდილობთ რომ იმათაც ვასწავლოთ რაღაცა ელემენტარული, რაცაც თქვათ შეძლებენ და ჩვენ ვეხმარებით კიდე მათ კიდე ამ მუშაობის პერიოდში. ანუ ჩვენ საუბრობთ ამ ადამიანების უკვე პირობითად თქვა სკოლის შემდგომ ჩართულობაზე საზოგადოებაში, რომ ესენი არ აღმოჩნდნენ ცოცხლად დამსხმეულების საფრთხეებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა, ბატონო ვასიკო, რასაც ჩვენ ვაყენებთ, ესე იგი 18 წლის შემდგომ ამ ადამიანებს, ანუ საუბარი მაქვს ინვალიდობის მქონე პირებზე, ყველაზე მძიმე ფორმა არის გონებრივი განვითარების შეფერხება, რასაც ზოგ შემთხვევაში ახლავს სმენის პრობლემა, მეტყველების პრობლემა. ეს არის ის კატეგორია, რომელიც დამოუკიდებლად, ესე იგი, მათ ძალიან უჭირთ სოციალური ინტეგრაცია და ჩვენ ამისთვის შევიმუშავეთ ეს პროექტი, ამ პროექტის სახელწოდება სოციალური რეაბილიტაციის ინკლუზიური სახელობო ცენტრი და არა ცალკე იზოლირებული, იმიტომ რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა განიხილებოდნენ მთლიანი საზოგადოების ნაწილად და სახელობო ინკლუზიური ცენტრის დანიშნულება ზუსტად ეს არის გავხატოთ მრავალპროფილიანი, დღეს თუ თქვათ გობელენს, თეკასდას, ასე შემდეგ სხვა საქმიანობებს სწავლობენ ეს ადამიანები, გავადრო და უფრო მრავალფეროვანი გახდება ეს პროფილი. ჩვენ გვინდა ხისტამამუშავებელი სახელოსნოს გაკეთება, ჩვენ გვინდა დაფასოების სახელოსნოს გაკეთება და ასე შემდეგ პოლიგრაფიას ისწავლიან და ეს ადამიანები აღარ იქნებიან აღარც სახელმწიფოს ტვირთი და არც საკუთარი ოჯახების, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ სახელობო გადამზადების ასეთი ცენტრების არსებობა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად უჭირთ ამ ადამიანებს შრომით ბაზარზე დამკვიდრება და ეს სასწავლო პროცესი ხო? ეს არის სასწავლო პროცესი, როგორ მუშაობდნენ ეს ადამიანები, აქ ამავე დროს სამოქალაქო განათლებას ვასწავლეთ, თავის უფლებებს, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და ეს არის ის კატეგორია, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გავა შრომით ბაზარზე, მათ ჭირდებათ ასეთი სახელობო გადამზადების ცენტრები, პროფესიონალთა დახმარებით უნდა შედგეს ინდივიდუალური პროგრამა, როგორ იმუშაონ ამ კატეგორიის ადამიანებმა, მოვამზადოთ ამისთვის და შემდგომ მოხდეს მათი უკვე შრომით ბაზარზე გასვლა, მაგრამ ვერ დავეთანხმები საზოგადოებას იმ საკითხში, რომ ამ ადამიანებს განიხილავენ როგორც საცოდავებს, როგორც სიბრალულიც და ქველმოქმედების ობიექტებს. ისინი
ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ ჭირდებათ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა, განათლების, დასაქმების და აბსოლუტურად ყველა სფეროში, როგორც ყველა ჩვენგანს. და ასე რომ ის შეხედულება, რაც არსებობს და ის სტერეოტიპი საზოგადოებაში გამეფებული, რომ თითქოს ინვალიდობის მქონე პირებს მხოლოდ სიბრალული ქველმოქმედება ერთჯერადი დახმარება ჭირდება, რომ ისინი არაკონკურენტულ არიანი სამუშაო ძალა, ეს შეხედულება მცდარია და ზუსტად ამ პროექტის და ამ სახელმწიფო ცენტრის ამოქმედებით და რეალიზაციით ჩვენ გვინდა დავამსხვრიოთ ის მითი, რაც გამეფებულია დღეს საზოგადოებაში და ის სტერეოტიპი, რომ ინვალიდობის მქონე პირთა დასაქმება შეუძლებელია. ისინი უდიდესი პასუხისმგებლობის გზნობით გამოირჩევიან და ამ თანამედროვე ალტერნატიული მიდგომებით და სპეციალიზირებული მიდგომებით შესაძლებელია მათი უნარების განვითარება, ანუ აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა ამ ადამიანების რაღაც ნაკლზე ან შეზღუდვაზე, არამედ იმ უნარებზე, რისი შესაძლებლობაც მათ გააჩნიათ. ანუ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ინვალიდობის მქონე პირთა დასაქმება, მათი განათლება, სახელობო იქნება ეს პროფესიული თუ უმაღლესი განათლება შესაძლებელია და ეს გვინდა, ჩვენ მშობლები ვართ და ჩვენ გვაქვს ყოველდღიური შეხება ამ ადამიანებთან. ჩვენმა мотивაციამ, პროფესიონალებათაც გვაქცია და გვინდა რომ პროფესიონალური დახმარება გაუწიოთ არა მხოლოდ ჩვენ შვილებს, არამედ სხვა ადამიანებს და ჩვენ ვეხმარებით მშობლებს, რომ ისინი არ იყვნენ ოჯახებში ჩაკეტილნი, მათ თვალზე ცრემლი არასდროს არ უნდა გქონდეთ. მე მინდა როგორც მშობელმა მიუმართო მშობლებს, არც ჩემთვის არ იყო 24 წლის წინათ თქვათ ეს ადვილი ყველა მშობლისთვის უდიდესი სიხარული და ბედნიერება, როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, მაგრამ როდესაც შვილი დაიბადება რაღაცა შეზღუდული შესაძლებლობით, ეს არის შოკი, ტრაგედია, მაგრამ ამისგან, ესე იგი, პირველ რიგში მშობელმა და ოჯახმა უნდა გააცნობიეროს და მიიღოს ეს ადამიანი ისეთად, როგორიც არის და თუ ოჯახში არ მოხდა მათი მიმღებლობა და სოციალიზაცია, მაშინ მათ როგორ მიიღებს საზოგადოება. ამიტომ მშობელთა მომზადება, მშობელთა განათლება, პედაგოგიზაცია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ მომზადებელი მშობელი ხშირად ხდება ხელშემწყობი შვილის არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების. მე ეხლა თქვენ გისმენთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქისტებას ვეხებით, იმიტომ რომ აგურს, შენობას და ოთახს ყოველთვის მოევლება და დაზიანებული არ მოევლება. მე მინდა ეხლა რეკლამა არის ჩვენ ამ ადამიანურ ყოფაში რითიც ვართ, აი ამაში ვართ, ეს რეკლამა ჭაც უნდა გაკეთდეს და მე მინდა თქვენს და მანასაც გთხოვოთ, აი მეორე ნაწილში უშუალოდ ვისაუბროთ, ეს ადამიანები არიან, რა პრობლემები არის და როგორ უყურებენ ისინი სამყაროს, როგორ აღიქვამენ საყვარელს. მე თქვენ მესაუბრეთ და ჩვენ საუბრობთ გუშინა დღეს და ეს არის ძალიან საინტერესო რამხედვა, რომელიც მე იმიტომ რომ თქვი ძალიან მეტად გვჭირდება საზოგადოებას. მოდი ჩვენ დავიწყოთ ამაზე, ასე ვთქვათ, ღიად საუბარი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ტაბუირებული თემა იყო და მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამაზე ესე იგი საუბრობთ და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ჭირდება საზოგადოებას. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი. გრძელდება კონსილიუმი და ჩვენ საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის განათლების შეზღუდულ უფლებაზე და საერთოდ ინტეგრაციის შეზღუდულ უფლებაზე საზოგადოებაში. ქალბატონ მაია საუბრობდა, აი ქალბატონ უფრო მეტი დაწვრილებით თქვა, აი პრობლემების შესახებ, რაც აი ოჯახში არის, თვითონ აი რა როგორი ადამიანები არიან, როგორ აღიქვამენ ესე სამყაროს ცენტრში, იგივე ცენტრი რას წარმოადგენდა მათთვის ამ კონტექსტში. გიპასუხებთ. პირველ რიგში ძალიან ბევრი მშობელი არის, რომელიც მალავს, როდესაც ასეთი შვილი დაიბადება ხოლმე, არის რომ მალავენ და რატომაც ცხვენიათ, რომ მეზობელმა გაიგოს და მე მაგალითად არ ვთვლი ამას ამ სწორ პოზიციას. ის ბავშვი ისეთივე საზოგადოების წევრია, როგორც ყველა ჩვენგანი. ამიტომ უნდა იმდენი გააკეთოს პირადად მშობელმა, რომ ეს ბავშვი გამოიყვანოს ასპარეზზე და დააყენოს ფეხზე თუ უნდა, რომ მის შვილს ჰქონდეს რაღაცა მომავალი. ეს პირველ რიგში. მე ჩვენთან ცენტრში სადაც მოდიან თუმცა მათ ხელშეწყობა მაინც გარკვეულად საზოგადოების გამჭირდება ძალიან დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, საზოგადოების დამოკიდებულებაც უნდა იყოს არა შეცოდების მიზნით. პირიქით, საზოგადოება უნდა ხელს უწყობდეს, რომ ამ ბავშვებმა ადაპტირება გაიარონ და თავი იცნონ სრულფასოვნად. და არა სხვანაირი ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა არა სხვანაირი მზერით შემოხედავენ რაღაცა შეცოდების მზერით და მე მაგალითად ასეთი აზრი მაქვს რომ არასდროს არ უნდა გქონდეს ადამიანს შეცოდება პირიქით
პირიქით უნდა გაამხნევას, პირიქით უნდა უთხრას, რომ აი როგორი კარგი ბიჭი ხარ და შენ შეგძლებია თურმე და დამოუკიდებლობა პირველ რიგში მშობელმა უნდა ასეთ ბავშვს ასწავლოს დამოუკიდებლობა. რაღაცა პატარა დოზით და მე უკვე შემდეგში ნელ-ნელა ყველაფერი ხდება და როდესაც ცენტრში მოყავთ ბავშვი ჩვენ ვეძებთ ძირითადად მის დადებითი მხარეს რა აქვს ბავშვს დადებითი მხარე რომ იმ მხარის და მიხედვით მაგალითად პირადად ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია აგიხსნათ აი რაც მაგალითად ჩემს შვილს უკეთესად გამოზის მე მაგალითად იმ კუთხით ვაწვევი და იმ კუთხით ვასწავლი იმ ჩემს შვილს რომ რამე აითვისოს და ძალიან ბევრი რამე აითვისა ასევე მაგალითად მაიკოს შვილმაც ესეთი და ძალიან ბევრმა ბავშვმა ძალიან ბევრი ბავშვი ითვისებს ძალიან ბევრი ბავშვი ვისაც უჭის ვეხმარებით და ელემენტარული პატარაც კი რომ გააკეთოს რაღაცა ეს სწავლების პროცესია ხო ეს ახლა მზადდება ეს თოჯინების სწორედ და ეს თექა და მზადდება აი ესეთ ფაჩუჩზე ვმუშაობთ ეს არის სახალხო ფაჩუჩი მართალია აი მაგალითად ამ ბიჭს უჭის რაღაცა და ეხმარება მშობელი რომ დააწებებინოს და ესეც რაღაცა თერაპიული არის მით უმეტეს საერთოდ თექასთან შეხება არის ძალიან თერაპიული და გონების განვითარებისთვის ძალიან კარგია და საერთოდ თიხაზეც მუშაობა ამ ბავშვებისთვის და ყველაფერი რასაც კი შეძლებს ესეთი ბავშვი ეს არის ძალიან დიდი მიღწევა მშობლისთვის და აქედან იწყება თუ კი თავიდანვე მშობელმა არ გაამახვილა ყურადღება ამაზე და ბავშვის რახან ბავშვს რაღაცა ნაკლი აქვს ამიტომ უნდა გვერდზე გასწიოს ეს არ არის სწორი საზოგადოების მხრიდან პირველ რიგში ჯერ მშობელმა უნდა გააცნობიეროს მე უკვე საზოგადოებამ უნდა მიიღოს თუ მშობელმა ეს ბარიერი ვერ გადალახა მაშინ უკვე საზოგადოებას რაღა უნდა მოვთხოვოთ ხო? თავარი ეგ არის მშობელმა გაცნობიეროს და მე საზოგადოებამ მიიღოს ეს ბავშვები. გასაგებია ნაკლი აქვთ, ნაკლი უნაკლო არავინ არ არის და მით უმეტეს ამ ცოდვიან სოფელში ესე ვთქვათ ადამიანები ესე იგი მაინც და მაინც არ არის. ამ ადამიანების გასაგებია ნაკლი აქვთ და ჩვენ ხშირად სულ ნაკლი ბოდის წინ აი ხომ უნდა თქვა ეს სხვა კუთხე დავინახოთ რა აქვს ადამიანის ისეთი რაც ჩვენ არ არის შეხედულება, როდესაც საზოგადოება აქცენტს აკეთებს ამ ადამიანების შეზღუდვაზე. შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, ყველა ადამიანში არის ის უნარი, რისი განვითარება შესაძლებელია და რისი გამოყენება შესაძლებელია. ამიტომ რადგან ეს ბენეფიციარები, ანუ ის კატეგორია, ვისთანაც ჩვენ გვიწევს მუშაობა, არიან ზოგი მძიმე გონებრივი განვითარების შეფერხებით, ზოგი შედარებით მსუბუქი, რატომღაც ეს ადამიანები ყოველთვის რჩებიან საზოგადოების მიღმა, თითქოს მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ინტეგრაცია მხოლოდ პანთუსის გადება არ არის. მთავარი პრობლემა არის მენტალიტეტი საზოგადოების, ანუ მიმღებლობა. რამდენად მიიღებს საზოგადოება გააცნობიერებს მათ პრობლემას და კიდევ ეს მინდა ვთქვა, ჩვენი გულის ტკივილი გამოვხატო, რომ რატომღა საზოგადოება თვლის, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენი, ანუ ჩვენი სანაოჯახების პრობლემა, ვისაც ასეთი ოჯახის წევრები ყავს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ საზოგადოებამ ეს მიიღოს არა ჩვენი ოჯახების პირად პრობლემა, ანუ ეს გახდეს საერთო საზოგადო პრობლემა და ეს სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა. და თუ ეს გახდება საერთო საზოგადო პრობლემა, მაშინ გაცილებით გაადვილდება ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათ არ ჭირდებათ ცრემლი, არც ჩვენ მშობლებს, არ შეცოდება, არც ციბრალური. ჩვენ გვჭირდება თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ გვჭირდება მიმღებლობა, რომ საზოგადოება მიიღოს ჩვენი შვილები ისეთები როგორებიც ისინი არიან. მათ ჭირდებათ განათლება, მათ ჭირდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ყველა ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ შეძლების დაგვარად. დღეს სახელმწიფო პრაქტიკულად ლაპარაკობ მე არავინ без კრიტიკისთვის ან რაღაცა რა წილით მონაწილეობს ამ ადამიანებს. თქვენ თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვთ, ისე გამოვიდა. ამ ესე ვთქვა, თითქოს ლაპარაკობთ მათ ნაკლზე და ესე ვთქვა შეზღუდულობაზე, მაგრამ თითქოს მეც კი არ ითხოვთ ამის კომპენსაციად, რამე ითხოვთ თანაბარსაც ვერ იღებენ ეს ბავშვები. თანაბარს, სახელმწიფოსგან დანიშნული აქვთ მაგრამ ეს პენსია ჩვენ არ გვინდა პენსია ანუ ის სახელმწიფო ცენტრი რის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ და რაც ახლა მცირე ეტაპზე შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა მაგრამ გვინდა მისი გამრავალფეროვნება ანუ მრავალპროფილიანი გავხადოთ ამით ჩვენ ვჭრით იმ სახელმწიფოებრივ პრობლემას ანუ ჩვენ მშობლებს გვინდა ჩვენი მოგზალებული წვლილი შევიტანოთ ამ სახელმწიფოებრივ პრობლემის გადაჭრის საკითხში დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ეს ძალიან დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტს
მშობლებსაც ასეთი ცენტრების არსებობა ეს გვინდა იყოს სამოდელო დაწესებულება, რომელიც შემდეგ მთელ საქართველოს მასშტაბით ალბათ გავრცელდება და ეს არის ზუსტად ამას წინათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციაზე გახდით პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულნი და ისინი აძლევენ რეკომენდაციას ჩვენს მთავრობას როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ანუ საქართველოს როგორ გაუადვილდეს ჩვენს ქვეყანასაც ევროკავშირში ინტეგრაცია მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს თუ ინვალიდობის მქონე პირთა უფლება არ იქნება დაცული ქვეყანაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ეს ჩვენ ამ ევროატლანტიკური სივრცე გავიხადეთ ესე ვთქვათ არა უბრალოდ მე მეც ძალიან მომხრევა რა ევროატლანტიკური სივრცე გავიხადეთ ჩვენ ბიზნესს მაგრამ არის კიდე უფრო დიდი განკითხვის ისინი სადაც ჩვენი ადამიანობა იქნება განკითხული ევროატლანტიკურ სივრცეზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ამიტომ ჩვენ შეიძლება მთელი საზოგადოება გამიშველოთ რომ სწორედ აქ ვიყოთ პირნათელი და თორე ევროატლანტიკური სივრცეთ დარჩება მაგრამ თავარია რომ ჩვენ რო ადამიანები ვართ იმით კი არ დავამტკიცოთ რამდენ ბომბს გავაკეთებთ და რამდენ დამთობს ამოვიღებთ ჩემი სურვილი იქნებოდა და მოხარული ვიქნებოდი რომ ადამიანები ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილშობილური საქმეების კეთებაში რომ ვინ უფრო მეტად დაუდგება გვერდში ასეთ კეთილშობილურ წამოწყებას ინვალიდობის მქონე პირებს რომ მათ დაეხმარონ თავიანთი თავი იპოვონ საზოგადოებაში და რეალიზებულნი იყვნენ ეს ადამიანები სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის მოელნენ ამ ქვეყნად მათაც აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთივე ბავშვობა ახალგაზრდობა როგორც ყველა ჩვენგანს და ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოება მათში ის დადებითი და კეთილშობილური მუხტია პირადად მე როგორც მშობელმა ჩემმა შვილმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება ძალიან დიდ ბოდიშვილს რომ ჩემ შვილზე ვლაპარაკობ პირადი მაგალითი მინდა მივცე როგორც მშობლებს ასევე საზოგადოებას რომ მათში ის დადებითი მუხტია რომელთა არსებობა აუცილებელია ამ ქვეყანაზე მათ სიტყვა სიბოროტის მნიშვნელობა არც იციან რა არის იმდენად კეთილშობილი ადამიანები არიან და ამ ადამიანთა არსებობა კიდევ იმისთვის არის აუცილებელი ამ ქვეყანაზე რომ მათგან ჯანმრთელ საზოგადოებას შეუძლია ძალიან ბევრი დადებითი თვისების და კეთილშობილური თვისების შესწავლა და ამ ადამიანებს საზოგადოების გაკეთილშობილება შეუძლიათ და ამიტომ ხელი კი არ უნდა შეუშალოს საზოგადოება პირიქით ხელი უნდა შეუწყოთ და ბევრი რამ ვისწავლოთ ამ ადამიანებისგან როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ ამ ქვეყნად დიდი მადლობა საუბრისთვის და ქალბატონმა დაახლოებით ახლა ბინარის კონკრეტი გაკითხო დაახლოებით აი იგივე თბილისში საქართველოში დაახლოებით რა რაოდენობის არის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ საქმე ვებავ აი ამ ტიპის პრობლემებით ახლა ზოგი უფრო მძიმე ზოგი ნაკლებად რა დაახლოებით 10,000 და თქვენ ცენტრში რამდენი იყო ჩვენ ცენტრში დადიოდა დაახლოებით ასე 40-50 ბავშვი დადიოდა. და მე მინდა თქვენ გითხოთ ახლა თქვენ ჩვენ საუბრობდით და აბა ესეთი კონტინგენტი ასეთი დიდი მნიშვნელობა ჩვენამ ყოველდღიურადაც რაღაც არ ვფიქრობ და სად არიან ეს ადამიანები აი ჩვენ ამათ თითქოს ვერ ხედავთ ყოველდღიურად აი ცენტრშიც კი წოდა დადის 10,000-ია თქვენ ბაბძანეთო სახლებში არიან ძირითადად ძალიან ბევრი ბავშვი იყავს ახლა მშობლებს ჩაკეტილი სახლში ახლა მით უმეტეს ამ ჩვენი პრობლემის ფონზე ძალიან ბევრმა მშობელმა ჩაკეტა და აღარ იცის ბავშვი სად გაიყვანოს და წარმოიდგინეთ რომ ეს ბავშვები ყოველდღე აწუხებენ მშობლებს რომ როდის გვექნება ეს საკვირაო სკოლა ჩვენთან ვიზადიო როდის გვექნება ეს საკვირაო სკოლა და ეს არის ყოველდღე მეორდება ერთი და იგივე და ეს ამ ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს თქვენ სოციალთერაპევტი ვზადები და მე როგორც ხვდები ახლა ცხადია დილეტანტი ვარო ეს ბავშვები რო ჩაკეტილები არიან მათი პრობლემები წავდება ამით რა თქმა უნდა ჩამორჩენა და ზღვარი კიდე უფრო რა თქმა უნდა უფრო გაღიზიანებულები არიან უკვე ის სიმშვიდე არ აქვს როდესაც ისინი მათთვის ეს გამოსავალი დღე იყო თქვათ ეს საკვირაო სკოლა ისოდნენ რომ კვირაში ერთხელ გამოდიოდნენ და იქ რაღაც შრომით საქმიანობას ეწეოდნენ ეს მათთვის როგორც სამუშაოს მსგავსი ძალიან ბევრი ბავშვი მაგალითად ითხოვს რომ აი სამუშაოზე ვიარო როგორც ყველა ჩვეულებრივი ჯანმრთელი და რახან არ არის ჩვენ სახელმწიფოში ამ ბავშვებისთვის სამუშაო ჩვენ თვითონ მშობლები ვცდილობთ რომ რაღაცა ვასწავლოთ რომ ჩათვალოთ რომ ეს მაგათი სამუშაოს მსგავსი რამე იქნება და შემდგომ როცა შეიქმნება ეს საწარმოო იქნება თუ რა იქნება უკვე დასაქმდებიან კიდევაც და უფრო თავს უფრო დაცულად იგრძნობენ და თავიანთი ელემენტარული რაღაცა სახსრები ექნებათ რომ მაგალითად მშობელი რომ მაშინ როდესღაც არაყოლება გვერდზე ის ბავშვი უკვე ფეხზე რაღაცა პატარა დონით მაინც დამდგარი იქნება სისტემა იქნება მთლიანად რომელშიც ესენი იქნებიან ადაპტირებული რა თქმა უნდა ადაპტაციას გაევლიან და უკვე ამ ბავშვებს ექნებათ თავიანთი ასე ვთქვათ ლუკმა პურის ფულსაც რაღაცას
პურის ფულს ხომ მაინც ხო გააკეთებენ სულ თუ არაფერი რომ რაღაცა არ დარჩებიან ისე მე ასე ვფიქრობ ჩემი მოსაზრება აი ხლა სწორედ ეს ვიდა თქვა ჩვენი დარჩენილი დრო ეთერისა მოდი მოვხმაროთ თქვენ საუბრობთ რაღაც მოდელზე რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ ხადა ისე არა რაღაც საინტერესო მოდელზე როგორ წარმოვიდგენია თქვენ იმიტომ რომ რასაკვირველია ხა აქ ლაპარაკი იმაზე რომ აქ ბიუჯეტზე საუბარი ხლა ამჯერად ზედმეტია იმიტომ რომ თავი როგორ დაიხარჯოს თავი ჩართულობაა მათი საზოგადოება ის 100 ლარი პენსია თქვა ის რაღაცა რომელიც ასაკურა ვიცით რომ რაც დიდ არაფერს არ შველის მე ვიცი ის თქვენ ბძანეთ რომ არც ის დაზღვევა მაინც და მაინც ვეჭრის სამედიცინო პრობლემებს მაგრამ თქვენ მაინც საუბრობთ რომ ძირითადი პრობლემა არის მათი ჩართულობა საზოგადოებაში და მათი ადაპტირება აი რაში მდგომარეობს ეს თქვენი პროექტი და როგორ ხედავთ თქვენ მთლიანად საზოგადოების მოbrunებას რისკენ უნდა კონცენტრირდეთ და რას ითხოვთ სახელმწიფოსგან რას ითხოვთ საზოგადოებისგან ახლა კონკრეტულ ნაბიჯებზე რო ვისაუბროთ მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ 1 2 3 გადაცემით იქნება ადამიანები თანათან ჩაერთვებიან და მათ გაითავისებენ რომ ეს ის საკითხია რომელზეც უნდა მათ ესე ვთქვათ ზოგჯერ ხელმძღვანელად მოაწერონ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ და ეს საკითხები გადაიჭრას მოგახსენებთ დიდი მადლობა ბატონო ეს არის სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი სახელობო ცენტრი რომელიც გადაწყობს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პრობლემას რაც შეეხება სკოლის შემდგომ ანუ სახელობო განათლებას გულისხმობ რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ამ ადამიანების სოციუმში აღარ არსებობს ის რაც წლების განმავლობაში პედაგოგების და მშობლების დახმარებით ხორციელდებოდა ფაქტიურად სკოლის დამთავრების შემდგომ ეს ყველაფერი ინგრევა ეს ადამიანები უკვე შინაპატიმრობაში იმყოფებიან ანუ მე აქცენტს ვაკეთებ ამ შემთხვევაში გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებზე და ამ სახელობო ცენტრის გამრავალფეროვნებით ამოქმედებით ანუ ჩვენ სადაც ვართ მოგვეცემა ისევ შესაძლებლობა რომ ეს დაწესებულება რომელიც წლების განმავლობაში ამ ადამიანებს ეკუთვნოდა და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა და სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება რომ პროფილი შევცვალოთ და გავხალდოთ მრავალპროფილიანი ეს დაწესებულება აქ ეს ადამიანები ისწავლიან სხვადასხვა ხელობას ანუ სპეციალიზირებული ალტერნატიული მეთოდებით და ეს რეკომენდაციები ასევე უცხოელმა პარტნიორებას გაგვიწიეს ასევე ცოტა ხნის წინათ ვახსენებ პოლონეთის მთავრობა რომელიც რეკომენდაციებს მოაწვდის უახლოეს პერიოდში ჩვენ ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეს პრობლემა გადაიჭრება ამით რომ იქნება ასეთი ცენტრი დაწესებულება მოდელი სადაც ეს ადამიანები მხოლოდ ოჯახებში აღარ იქნებიან გამოკეტილნი ივლიან ამ ცენტრში ისწავლიან სხვადასხვა ხელობას პოლიგრაფიულ საქმიანობას ხეზე მუშაობას ანუ სპეციალობები შერჩეულია მათ საჭიროებებზე მორგებული იმუშავებს სპეციალისტთა გუნდი, მულტიდისციპლინარული გუნდური მიდგომით, შემუშავდება სპეციალიზირებული პროგრამა მათთვის ინდივიდუალური და ანუ მოვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რომ შემდგომ შეძლონ უკვე ვწდები ესეთ თქვენ ესე წარმოდგენილი გაქვთ ერთი სახელობო სასწავლებელი უნდა იყოს და მეორე რაკულაკულას სამეცნიერო კვლევითი რომელიც თვითონ ამ მეთოდებს დახვეწავს ამ მეთოდებს დახვეწავს ეს იქნება როგორც რესურს ცენტრი ერთგვარი ამ პროფესიული გადამზადების რომელიც დახმარებას გაუწევს ასევე სხვა პროფესიულ ცენტრებს ანუ როცა მოდი რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ეს როგორ უნდა გაკეთდეს როგორ უნდა დაფინანსდეს და მე ჯერ მეპარება რომ ამას ესე გულთან ახლოს მიიტანენ თუცა ის სადა გვაიწოსო დღეს ჩვენობით ვართ პრობლემის იმ გადაჭრასთან აი რაც დასაწყისში ვნახეთ კარებები ეჯერობით ჩაკეტილი და ნუ კიდაც ის კარებები გაიხსნა ხადი ეს შენობა ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს ახლა იმაზე რასაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგრამ მე დარწმუნებული ეს გადაიჭრება რეკლამის შემდეგ ჩვენ რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. გრძელდება აკონსილიუმი და ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და ამ შემთხვევაში ასეთ კატეგორიას ეს არის სვედისა და პეტროლების დარღვევის მქონე ახალგაზრდები და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი სკოლის დამთავრების შემდეგ ფაქტურად არ არის არანაირი პირობა, რომ მათ შეძლოს საზოგადოების ინტეგრაცია და ნებსით უნებლიეთ საზოგადოების უყურადღებობისა თუ თქვათ იქ არის ოჯახის პრობლემის თუ ოჯახმაც რაკდას ფაქტობრივად არ არის გარემო, სადაც ესე ვთქვათ, თითქოს გარემო იკეტება და არის ბეტონის კედელი თითქოს აღმართული და ჩვენ საუბრობთ იმ ცენტრზე, რომელიც უნდა იყოს საპილოტო და სამოდელო თანათან როგორ
ესე დავარქვი როგორ და გამოვიდეს ეს ხალხი დღის სინათლეზე და გარეთ საპყრობილედან როგორ და გამოვიდეს რომელიც ჩვენი უგულობით თუ გულგრილობით თუ უყურადღებით ავაშენეთ. ეხლა მოდი ტექნიკურად თქვა ახლა რამოდენიმე საკითხი კი ბატონო ეს დაწუნებული გადაიჭრება რომ ეს ვინ უნდა გადაჭრას ეს საკითხი ესე ალბათ ეკონომიკის სამინისტრო რადგან ქონება სახელმწიფო ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის 36 მუხლი არეგულირებს ამ საკითხს რომ ანუ გადაცემის ფორმებს წესს პირობებს და მათ შორის უსასყიდლო უსუფრუქტით გადაცემის საკითხს რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით და მათ შორის თუ შეერთება განათლების ეს პროგრამა ხო უნდა დამტკიცდეს რაღაც ჯანმრთელობის განათლების წარდგენილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი გვაქვს განათლების სამინისტროში წარდგენილი გვაქვს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში წარვადგინეთ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვთხოვთ რომ მოხდეს მისი მთავრობის ხდომაზე განხილვა წარვადგინეთ პარლამენტში დღეს დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის კომიტეტიდან და მხარდაჭერა გამოხატეს და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს მხარდაჭერისთვის ეს არის ტექნიკურად მოსაგვარებელი მხოლოდ მეტი არაფერი ამას სჭირდება უბრალოდ გულისხმიერება ძალისხმევა და არსებობს კიდე პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭო რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და იმედი გვაქვს რომ ბატონი ბიძინა იმდენ კეთილშობილურ და საქველმოქმედო საქმეებს აკეთებდა და აკეთებს დღესაც რომ ამ ადამიანებს არ დატოვებს მიღმა და გულგრილად ამ საკითხს და ჩაუდგება ისევ ამ საბჭოს ხელმძღვანელობას სათავეში და დროულად გადაწყდება ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა და ჩვენ მზად ვართ ჩვენი პროფესიონალიზმით გვერდით დაუდგეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას საქართველოს მთავრობას და ერთად გავაკეთოთ ეს დიდი საქმე და გადავჭრათ ამ ინვალიდობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი. მე დაწუნებული ეს მალე მოხდება და ეს იგივე ტექნიკური საკითხების შენობა და ასე შემდეგ ეს მალე გადაწყდება რატომაც ესეთი გზომალ და გადაწყდება არა ისე უბრალოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე როგორც ეკადრება ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენს ესე ვთქვათ თან ახლა მოდის 3 დეკემბერი ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და იმედი გვაქვს რომ ალბათ დევნილთა სამინისტრო არ დატოვებს ყურადღების მიღმა ამ ჩვენს პრობლემას და ამ დღეს როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოებას ზეიმობს ამ დღეს ჩვენი ბავშვები არ იქნებიან მიღმა ქუჩაში და დროულად ალტერნატიული პარტიის შეთავაზება. საუბრობდა ქალბატონმა მე მაინც უფრო ეს მინდა გავიდეს თქვენ ბრძანეთ 10,000 რა მნიშვნელობა იგინაც რამდენიმე ასეული იყოს, მაგრამ ჩვენ ზუსტი სტატისტიკაც არ ვიცით, ხო ზუსტი სტატისტიკა შესწავლილი არ არის. ჩვენ აი ამ ცენტრით საუბრობთ, რომ ფაქტობრივად აი ეს ამ ძიმე პრობლემას და მე ამ შემთხვევაში პრობლემა ამ მდგომარეობას არ გულისხმობ, ხოლო პრობლემაა ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რომ ზურგით ვართ ამ პრობლემის მიმართ შეტრიალებული და რაღაცა. ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის გახსნას, ხო ფაქტობრივად, რომელიც აი რას ალბათ მეტი რას ეთყოდით ახლა იგივე ამ მშობლებს იგივე ეს არის ალბათ ეს ერთ-ერთი უმძიმესი რომელიც ადამიანები იყვნენ საკუთარ ტრაგედიაში ხარშებოდნენ და ბავშვებიც ამ ტრაგედიაში ხარშებოდნენ და მშობლებიც მშობლებს ვეთყოდი იმას რომ გაცნობიერონ ეს პრობლემა გაითავისონ და შვილები მიიღონ ისეთები როგორებიც არიან ანუ ეს რა თქმა უნდა არ არის ადვილი ბარიერის გადალახვა პირადად ჩემს მაგალითზე ვიტყვი ეს იყო ძალიან დიდი შოკი დარტყმა როცა ვიდექი გზაჯვარედინზე არ ვიცოდი სად წავსულიყავი არ არსებობდა არც ისეთი ცენტრები ვთქვათ არც დაწესებულებები ვინც კონსულტაციას გაგვიწევდა ვთქვათ და ასე ხელისცეცებით ვიკვლევდით გზას და რა თქმა უნდა ახლობლების ოჯახის დახმარებით და მეგობრების დახმარებით შევძელით ბარიერის გადალახვა ეს არ იყო ადვილი და მე ვურჩევდი მშობლებს რომ არასოდეს არ ჩვენონ საკუთარ შვილებს სრემლი ის რომ როდესაც რადგან ბავშვზე ძალიან გადადის მშობლის ემოცია მე მაგალითად ყოველთვის ვცდილობ რომ არასოდეს დამინახოს ჩემმა შვილმა რომ მე რაღაც მაწუხებს ჩემი ვიზუალიზაცია ის რომ დღეს მე ასე აქტიური ვარ საზოგადოებაში და მთელი ჩემი ცხოვრებას და ჩემი პროფესია შეცვალა ჩემმა შვილმა იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება ჩემ შვილს თვალცრემლიანი ვეჩვენო მე არ მაქვს უფლება რომ მოვეშვა და რაღაცა საკუთარ ნაჭრში ჩავიკეტო იმიტომ რომ მშობლის განცდას ისინი ძალიან სტრესულად და ძალიან ცუდად აღიქვამენ და განიცდიან და ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევდი რომ
პირიქით იყვნენ უფრო შემართულნი და ამით უფრო მეტად დაეხმარებიან საკუთარ შვილებსაც და რა თქმა უნდა გაუადვილებენ მას საზოგადოებაში ინტეგრაციას და დაეხმარებიან საკუთარ თავსაც ამასთან ერთად რომ თვითონაც იპოვონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. Გალბატონო მე ესე იგი შეუყურებ ამ პრობლემას ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი არშენობის რამ პრობლემა ან რაღაცა ეს არის ფაქტობრივად ასეთი ცენტრით იწყება რაღაცა ძალიან დიდი რამ მოძრაობა უფრო სწორედ შეიძლება გაღვიძება დავარქვა ჩვენი საზოგადოებისა ჩვენი მოვალეობა უბრალოდ ამ ცენტრის სულ სხვა ეს არის უბრალოდ შენობის დაბრუნება და ფანჯრების ჩასვლა და თქვათ რაღაცა გაკეთება იმიტომ რომ აქ ამ ნაკეთობების უკან ძალიან დიდი რამ იმალება და მე მაინტერესებს ის თვითონ რამდენად არის აი ეს გამოცდილებაც დაგროვდა ცრებლით წვალებით მაგრამ დაგროვილია ეს უზარმაზარი ეხლა ის რამდენი მისთვის იქნებოდი თქო რა მასშტაბის ცენტრისთვის იქნებოდი და რამდენი ახალგაზრდის მისაღებად იქნებოდი რამდენად ხართ ესე ვთქვათ პროფესიონალურად გაძლიერებული და რა სასაგებებს ხებსაც მოამზადებთ რა თქმა უნდა მოვამზადეთ პირველ რიგში ეხლა პირველ ეტაპზე 1-30-40 ბავშვი რო იყოს მაგალითად დიდი სიამოვნებით ჩავთავდეს ყველა სამუშაო პროცესში შემდგომ ალბათ ნახავთ უკვე შემდგომ როგორ აითვისებენ ამის სპეციალისტები ყავს რა თქმა უნდა ყავს და სპეცპედაგოგებიც ყავს რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული ამ დარგის და მიხედვით და ჩვენთან ერთად ისინიც დაგვეხმარებიან აი რომელთაც უკვე დაუგროვდათ რომ არა მხოლოდ თექის კეთება იცის არამედ როგორ ასწავლოს თექა როგორ ასწავლოს დურგლობა როგორ ასწავლოს კერამიკა ეს ყველა უნდა გადამზადდეს აი ეს გინდათ ის დურგალი არის ის პედაგოგი უნდა ის დურგალიც კი უნდა გადამზადდეს იმ დონეზე რომ ამ ასეთ ბავშვებს ასწავლოს მარტო ის კი არ თქვა თვითონ იცის იმ ხერხის დაჭერა მაგრამ ამ ბავშვს როგორ უნდა მიუდგეს რომ ის ხერხი სწორად დააჭირინოს და ისე რომ ბავშვიც არ დაშავდეს და თვითონაც ნორმალურად ჩაატაროს ის ოპერაცია და ამისი მაგალითი ძალიან ბევრი არის საზღვარგარეთ აკეთებინებენ ძალიან ბევრ რაღაცას ასეთ ბავშვებს და თქვენ აი ესეთი მაინც თქვა საზო თქვენ ახლა გაბუცდება არ ვქეთ თქვენ თავზე გაქვთ ეს დაწნევი და საკუთარ თავზე გაქვთ თვით გაქვთ ეს განცდილი პროფესიონალურადაც და ადამიანურადაც ის რაც თქვენ საზოგადოებრივად ნახეთ ეს მისაღებია თქვენთვის თქვენ ახლა ზუსტად იცი და ანუ ჩვენ გვაქვს ზუსტად ორიენტირი რათა ველოსიპედი არ გამოვიგონო რა თქმა უნდა საზღვარგარეთ არავის არ უყვეს ამ ქუჩაში ამ ადამიანების გამოსვლა იქ გარემოც ადაპტირებულია ჩვეულებრივ დასაქმებულნი არიან ადამიანები და მე ვნახე ასეთი რამდენიმე შემთხვევა რომ თვითონ ინვალიდობის მქონე პირები ინახავენ ოჯახებს ანუ ისინი ოჯახების ტვირთი კი არ არიან პირიქით დასაქმებული ისინი ჩვეულებრივ ასეთი ტიპის საწარმოები არის გახსნილი გადამზადების ცენტრები და ამ გზით ხდება მათი შემდეგ შრომით ბაზარზე გასვლა და ამ ჩვენს იგივე გვინდა გავაკეთოთ ჩვენს რეალობას მოვარგოთ რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დაიმსხვრეს მითი ინვალიდობის მქონე პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე რომ ინვალიდობის მქონე პირთა დასაქმება შესაძლებელია და აი ამ ცენტრის ახლა ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ესე იგი უკვე მე გამიგია რომ იქ ნუ ახლა იქ აღარ არის ლაპარაკი რომ თეატრში კინოში და ამ მართლა თქვენ ასამოთ ახლა პანტუსის მათ გადავაქცევთ ხოლმე რა პრობლემას მაგრამ მე გამიგია თვითონ სპექტაკლებს დგამენ და ძალიან დიდი ისაა სპორტულ ჩართულობა სპორტულ ღონისზე ყველაფერი ანუ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და საზოგადოების ნაწილად უნდა განიხილებოდან და არა ცალკე აი ამისთვის ვიბრძვით ჩვენ მშობლები და ეს პროცესები ყველა ქვეყანაში მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს და ამ ეტაპზე რაც შეეხება ამ სახელობო ცენტრს ჩვენ გვაქვს გეტყვით ახლა რა სახელოსნოები შეგვიძლია შევთავაზოთ თექა გობელენი სხვადასხვა აქსესუარების დამზადება კერვა პოლიგრაფია ანუ მინისტრების ტექნიკა შეიძინა დონორმა კომპიუტერულ უნარჩვევები შეგვიძლია შევასწავლოთ ხეზე კვეთა ანუ ხის მხატვრული დამუშავება და ასე შემდეგ და თუ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა იქნება და ეს სტატუსის საკითხი მოგვარდება რამაც შეაფერხა და ძალიან ბევრი დონორი დაგვაკარგინა სტატუს გულისხმობ ცენტრის დიახ იურიდიული სტატუსის მინიჭება ანუ უზუფრუქტით ვითხოვთ 15 წლით რომ გადმოგვეცეს და გვერდში დაუდგებით სახელმწიფოს ჩვენ არ ვითხოვთ ბიუჯეტიდან თანხებს ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს ჩვენ გვჭირდება სტატუსი და სტატუსის საკითხი რომ მქონოდა თავიდან ავიცილებდით დევნილთა პრობლემასაც ეს არის მნიშვნელოვანი თუმცა ეს სასაკვირველია დევნილების პრობლემას მაგრამ მე მაინც გონია რომ ეს მხოლოდ ერთი ცენტრის და ერთი შენობის მაგალითზე კი არ გადაწყდეს ეს ამ ცენტრით უნდა რაღაცნაირად ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ იმ დიდ პრობლემას და პირდაპირ შევხედოთ როგორ ჩანს ეს იმიტომ რომ ბუნებრივია 30 და 40 ახალგაზრდით ეს პრობლემა ვერ გადაიჭირება ჩვენი დამოკიდებულებები უნდა
გახდეს სხვა და ის რომ ჩვენ ამაზე საუბარს ვიწყებთ, თუმცა მე ბოლოს თქვენ ესე გამოწყვეტლი უბრუნდებით, ეს მნიშვნელოვანი სათქევარია და მე მავიცი ამ დროს როგორ ამომახვილო მოუწოდებ თუ არ მოუწოდებ, რომ ეს პრობლემა იმ შენობის და ასე ვთქვათ, ის რაც აუცილებელი არის საფუძველი ცენტრზე, სერიოზულ ცენტრზე, რომელიც უკეთესი იქნება, თორე უარესი არ უნდა იყოს ის რაც ესე ვთქვათ ნორვეგიაში და სხვაგან ეს უნდა გადაწყდეს, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიქმნას. ეს მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ჩვენ ევროკავშირის შესასვლელად დაგვჭირდება, ჩვენ ეს უფრო ჰუმანიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ერის ცივილიზაცია განისაზღვრება იმის მიხედვით, როგორ უვლიან თავის ქვეყანაში ინვალიდობის მქონე პირებს და მოხუცებს და ეს ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარეა, ანუ ერის ცივილიზაციაზე მიუთითებს ეს და ინვალიდობის მქონე პირთა დისკრიმინაცია მე მგონი რაღაცა სხვა კონტექსტში შესაძლებელია რომ განვიხილოთ. რაც შეეხება მშობლებს და ბარიერის გადალახვას, მე კიდევ ერთხელ მინდა მიუმართო მშობლებს, რომ არასოდეს შეზღუდოს საკუთარი შვილები, ყველგან წაიყვანონ, გამოაჩინონ საზოგადოებაში, გამოვიდნენ სახლებიდან. ნუ მალავე ზოგს ისიც კირცხვენია, რომ ნათესავთან წაიყვანოს. ახლა ყველას რა თქმა უნდა არ მოეთხოვება ის, რომ გახდეს სპეციალური განათლების პედაგოგი ან მეცნიერი და რაღაც ასეთ მაღალ მატერიებზე ვისაუბროთ, მაგრამ ის რომ ელემენტარულად მშობელი საკუთარი შვილის დაავადებას უნდა ფლობდეს, რასთან აქვს საქმე, რომ ხელი არ შეუშალოს მის განვითარებას, ეს ჩემი თხოვნა იქნება, რომ მიიღონ და აღიარონ ისეთი საკუთარი შვილები, როგორებიც არიან და არ ჩაკეტონ, არ მოახდინონ მათი იზოლირება საზოგადოებისგან და უფრო მეტად გახადონ აქტიურნი და დაეხმარონ საკუთარ შვილებს საზოგადოებაში. და საზოგადოებაში ცუდად აგროვდეს ცოდნა ამის შესახებ თანათან უნდა იყოს. ახლა ერთ ვსვათ, რომ ჩვენ ლაფი რო არ ვისხათ საზოგადოება თავზე და პირიქით საქმეზე გადავიდეთ, აი რომ ბევრი რამ და საზოგადოებამ არ იცოდა ამის შესახებ. ახლა არ ვარ ცოდნა არ ცოდვა, მაგრამ არ იცოდა ბევრი რამ და ამ ყოველდღიურობაში ჩაიკარგა და ამიტომ ამას შეხსენება უნდა, რომ დარწმუნებულია ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან გულშემატკივრობით გადაწყობა ამ საქმის მიმართ, რაც უნდა გამოიხატოს, მე ვფიქრობ, სწორედ აი ამის დაწყებაში და ჩვენი ღირსების საქმეა ამ საქმეში თითო აგურის ჩადება და მე თანდათან ამ ნოტაზე დავასრულო, რომ შეიძლება ჩვენ ნატოში კი მიგვიყვონ და სხვა ევროკავშირში მიგვიყვონ, მაგრამ სადაც მართლა მიღება იქნება, როცა ეს ხორება დასრულდება, იქ ესე ვთქვათ, აქ კეთილი საქმე ჩატეული, ესე ვთქვათ, იქ ძალიან შეგვეწევა, ესე მიგზნობს გული, თორე ესე ამ საქმის გამგება დიდად არა ვარ. ძალიან დიდი მადლობა მე თქვენ მობრძანებისთვის, იმიტომ რომ თქვენ ვფიქრობ, რომ არა იმდენად რასაკვირველია პრობლემაზე ლაპარაკობდით საკუთარზე, თქვენ რაღაცნაირად კიდე მოვლილი გაქვთ ამ პრობლემისთვის, ყოველ შემთხვევაში შეჩვეული ხართ ამ პრობლემას. ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება თქვენი გაყვანილი გზა გამოადგეს და მე ვფიქრობ ამავე დროს ძალიან გამოადგება ეს საზოგადოებას და ძალიან ჭირდება საზოგადოებას ასეთ თემებზე ფიქრი, ასე რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ როცა ვხედავთ ამ ადამიანებს, ეს ჩვენი აი ამ ეგრეთ წოდებულად შეზღუდულ ადამიანებს შეიძლება და ესეც არის ისინი ამ დედამიწაზე, ამ ცოდვილ დედამიწაზე სიკეთეის მატარებლები არიან, რათა ამ დედამიწამ კიდევ გააგრძელოს ბრუნვა. არ ვიცი ხა მე ასე დროს რა სიტყვას ავმახობ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და მე ამავე დროს ბურგანოებს აქ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიურად უნიშნელოა ეს შენობის მოვლა, რაღაცა უცებ რემონტი, მე დარწმუნებულია რამას გულთან მიიტანენ რუტინის და ბიუროკრატიის გარეშე და ეს ძალიან უცებ და სწრაფად უნდა გადაიჭრას. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ ეს ბატონებო. ამით ჩვენ გემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე.